მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი თუ მეუფე იობი ხვალ საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება. სამებაში გაფართოებული კრებისთვის ემზადებიან. პროცესი დილის 10 საათიდან დაიწყება. არჩევნების წინასწარ გაწერილი პროტოკოლით ტარდება. გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრება. სიტყვით გამოვლენ კანდიდატებიც. შედეგები პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. ხმების დათვლა კი დახურული იქნება. პატრიარქი გახდება ის, ვინც პირველივე ტურში 4 ხმას მიიღებს. ინტრონიზაციის თარიღსაც არჩეული კანდიდატი დაასახელებს. სოლიდარობის მარში მიეცით ბავშვებს წამალი დღესაც გაიმართა. დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მოქალაქეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და კანცელარიამდე მსვლელობა გამართეს. შვილებისთვის წამლის მოთხოვნით იქ უკვე 20 ღამე გაათენეს მშობლებმა. სულ მოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს. პაპუაშვილი ისევ გერმანიის ელჩს უპირისპირდება. მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, ამბობს ის ფიშერზე გუშინდელი განცხადების პასუხად. მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო. ბრალდებები, რომ ევროკავშირი აზიადებს ურთიერთობებს, მცდარია. თქვა გუშინ პეტერ ფიშერმა იმ წერილის კომენტირებისას, რომელიც პაპუაშვილმა ევროკავშირს მიწერა. რუსეთის ქალაქ ენგელსში კანალიზაცია ამოხეთქა იმ აეროდრომის მახლობლად, საიდანაც რუსები უკრაინას ბომბავენ, კოლექტორი გაფუჭდა. საკანალიზაციო ნარჩენებმა კი პირველ სართულებამდე მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს თხოვს აუცილებლობის გარეშე არ ისარგებლონ უნიტაზებით.